პაუზაა თუ დასასრული თქვენსა და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ვნახოთ საჯარო გაშლა თემით პაუზაა თუ დასასრული. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი და ვნახოთ აბა, პაუზაა თუ დასასრული, ჩაიფიქრეთ კონკრეტული ადამიანი, რომელზედაც გაინტერესებთ და ვნახოთ აბა, პაუზაა თუ დასასრული თქვენ შორის. პაუზაა თუ დასასრული და პაუზაა თუ დასასრული. ქვებსაცახლავე დავამატებთ პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. აირჩიეთ რომელიც მეტად გიზიდავთ, გეძახით, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში და ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს პოსტი, ეს ვიდეო, ეს გვერდი. კარგით და მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან, პაუზაა თუ დასასრული თქვენს შორის. არკანი კვერთხების ტუზი. აქ დასასრული ნამდვილად არ არის, უფრო ხედავ პირიქით ურთიერთობის მძლავრ, უცაბეთ განახლებას. თანაც ნახეთ კვერთხების ტუზი არის რაღაც ახალი შანსი, რაღაც ახალი პერსპექტივები. აქ თქვენ ამ ადამიანთან ერთად რაღაც ისეთი დიდი გამოცდილება აშკარად მიიღეთ, მაგრამ ურთიერთობა ისეთი, როგორიც აქამდე იყო, ნამდვილად შეიძლება არ იყოს, მაგრამ ურთიერთობას სჭირდება განახლება. ამიტომაც აქ ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ურთიერთობა სრულდება. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, პაუზაა თუ დასასრული, კვერთხების რვიანი. რა თქმა უნდა, არ არის დასასრული და ხმლების ტუზი. რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში ეს არ არის დასასრული, ეს არის უბრალოდ პაუზა. მეცაც ვიტყვი კონკრეტულად ამ არკანებიდან გამომდინარე, პაუზასაც კი ვერ ვხედავ. შესაძლოა კი ახლა კონკრეტულად ამ ეტაპზე არ გქონდეთ კომუნიკაცია, ან იყოს ძალიან ზედაპირული, ან გაუგებარი სიტუაცია იყოს, მაგრამ ურთიერთობა აუცილებლად განვითარდება ახლო მომავალში. ამიტომაც ურთიერთობას აუცილებლად ექნება გაგრძელება, თანაც ორი ტუზი გვაქვს, მეგობრებო, ხმლების ტუზი და კვერთხების ტუზი და ნახეთ დასტის ძირზე პენტაკლების ტუზი. ახალი შესაძლებლობები, ახალი პერსპექტივები იხსნება ამ ურთიერთობაში. ერთადერთი დავამატებდი ასეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომ აქ თქვენ გჭირდებათ მეტი სიმამაცე და მეტი თავდაჯერებულობა იმისათვის, რომ გარკვეულ მწარე არასასიამოვნო სიმართლეს თვალებში ჩახედოთ. აქ თქვენ პირველი ვარიანტი ძალიან გეშინიათ საკუთარი თავისთვის რაღაც გარკვეული სიმართლის რეალობის აღიარება, ან გეშინიათ ამ ადამიანისთვის კონკრეტული რეალობის აღიარება. შესაძლოა თქვენ გეშინოდეთ ადამიანთან გულურწმელი საუბრის ან გულურწმელი მოლაპარაკებების, მაგრამ დამიჯერეთ ეს გულურწმელობა და გულახდილობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. სულ ეს არის პირველი ვარიანტი და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი არკანი მაგი. აქ ყველაფერი მაქსიმალურად თქვენს ხელში არის. მეორე ვარიანტი აქ ძალიან 50-50-ზე არის ურთიერთობა დასრულდება თუ არა, იმიტომ რომ გავიმეორებ ყველაფერი თქვენს ხელში არის. დიახ, რომ თქვენ ფიქრობდეთ, რომ აი ჩემზე არაფერი არ არის დამოკიდებული, მე აქ უკვე ვერაფერს ვერ ვიზამო და ასე შემდეგ, დამიჯერეთ თქვენს ხელში არის ყველაფერი. და პლუს ამასთან ერთად კონკრეტულად არკანი მაგი, შეხედეთ რამდენი ერთიანები ამოდის უბრალოდ. ტუზები ხომ იყო პირველ ვარიანტში და მეორე ვარიანტში პირველი უფროსი არკანი მაგი გვესტუმრა. თქვენ უნდა მიგეხოთ ამ ადამიანისგან რაღაც გარკვეული მაგიური გამოცდილება და ნახეთ იმ ურთიერთობით, რომ ახლა თქვენ შორის იყოს სიჩუმე, იცოდეთ რომ ეს სიჩუმე არის საჭირო გამოცდილება თქვენთვის. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, პაუზა არის თუ დასასრული მეორე ვარიანტსა და მათ მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის. თასების რაინდი, თასების რვიანი, არკანი იმპერატორი ქალი და თასების ექვსიანი. არა მეგობრებო, ეს ნამდვილად არ არის დასასრული, აქაც პაუზას ვხედავ აშკარად, მაგრამ ცოტა სხვანაირი სიტუაცია არის. მე პირველი ვარიანტის შემთხვევაში თუ იყო რაღაც სწრაფი მოვლენების განვითარება, თქვენთვის მეორე ვარიანტი აქ არის პირიქით უფრო ნელი და ბეჯითი მოვლენები. ყველასთან რა თქმა უნდა ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება, იმიტომ რომ შესაძლოა ბევრისთვის აქ ურთიერთობა აღდგეს ერთ კვირაში ან ორ კვირაში, სულად ხვალ და დღეს საღამოს ან არ ვიცი, ხო? მაგრამ უმეტესობასთან აქ იქნება ძალიან გაწელილი სიტუაცია და პირდაპირ გეტყვით, აქ რა გამოცდილებაც მიიღეთ ამ ადამიანთან დაკავშირებით, ეს საჭირო იყო და ახლაც ამ სიჩუმით თუ ამ პაუზით თუ რაც არის ახლა თქვენ შორის, ამითაც თქვენ ღებულობთ ძალიან მნიშვნელოვან ცოდნასა და ინფორმაციას. და ნახეთ, ეს ადამიანი თქვენს რეალობაში კიდევ ითამაშებს რაღაც გარკვეულ როლებს და ძირითადი მისი მისია
არის ის, რომ თქვენ გასწავლოთ საკუთარი თავის მიმართ მეტი სიყვარული. რა თქმა უნდა, ბევრი თქვენგანის შემთხვევაში რეზონირდება ისე, რომ ადამიანი გასწავლით საკუთარი თავის მიმართ სიყვარულს, იმით რომ გექცევათ ცუდად, არ გექცევათ კარგად, რაღაცნაირად ცდილობს ისარგებლოს თქვენით, ან იმანიპულიროს თქვენით, ხო? და თქვენ ამ რაღაც ნეგატიური გამოცდილებით უნდა ისწავლოთ საკუთარი თავის მეტი დაფასება, ასეთი სიტუაციების თავიდან არიდება, ხო? მაგრამ ბევრთან აქ შეიძლება იყოს პირიქითაც ადამიანი მოდიოდეს დროთა დრო გახსენებდეთ ხოლმე, რომ თქვენ ხართ ასეთი კარგი, ასეთი შესანიშნავი, ასეთი მშვენიერი. ნებისმიერ შემთხვევაში აქ არის პაუზა. ურთიერთობა აუცილებლად აღდგება, უბრალოდ სჭირდება ძალიან ბევრი დრო და თქვენ მეორე ვარიანტი თქვენ გირჩევდით იმას, რომ მეტი კონცენტრაცია იქონიოთ საკუთარ თავზე, თვით განვითარებაზე და თვით შემეცნებაზე. სულ ეს არის ყველას დაგემშვიდობებით და მადლობა და ნახვამდის.